როგორ გესმით გენდერული თანასწორობა? პირველში გენდერული თანასწორობა მესმის ისე, რომ არ უნდა იყოს სხვაობა ქალსა და მამაკაცის შორის, ორივე მათგანს ერთნაირი უფლებები აქვს, ერთნაირი ვალდებულებები აქვს ხოლმე შემთხვევაში და ასე შემდეგ. ანუ არც ერთი მათგანის უფლება არ უნდა იყოს შეზღუდული და შელახული, თავად ეს არის. საუკუნეში იმაზე საუბარი რომ ქალი უფრო ძლიერი ან სუსტია და მამაკაცი უფრო ძლიერი ან სუსტი უკვე მგონი აღარ არის ეგეთი მოძველებულია ჩემი აზრით, იმიტომ რომ ქალსაც იგივე უფლებები აქვს რაც მამაკაცსაც. ქალი და მამაკაცი ოჯახში თანასწორ უფლებიანი უნდა იყვნენ, იცით რატომ? ქალიც შრომობს და კაციც შრომობს, ერთმანეთში გაგება უნდა იყოს და ერთნაირი უფლებებით უნდა სარგებლობდნენ. მე ასე მგონია და მეტი სიყვარულიც იქნება, როდესაც თანასწორ უფლებიანი იქნებიან. ერთმანეთში თუ გაგება იქნება, მეტი სიყვარულია დამიჯერეთ ეცასია. არასდროს არ გამოვიდა კაცს პირიქით. ყველა თანაბარი არის ჩემი შეხედულებით და ყველას აქვს თანაბარი უფლებები. ჩვენი მომავალი, ჩვენი განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი. შემიძლია გავიხსენო პაკისტანელი გოგონა მალა იუსაფზაი, რომელმაც ძალიან ბევრი იბრძოლა და მიაღწია იმას, რაც უნდოდა და ახლა ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნებაა და უნდა მივაღწიოთ ჩვენ ძალიან ბევრს და უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი იდეებისთვის, ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი განათლებისთვის და ასე შემდეგ. ქალი ყოველთვის არის დამფასებელი კაცის პატივისცემის. კაცი უნდა იყოს რაინდი, ქალი უნდა იყოს მისი მოგრძალებული და მისი ყველანაირად პატივისმცემელი, მაგრამ ღმერთმა დაგვიცვას იმ ყოფისგან, რაც ეხლა მოდის ის თანასწორობაში კიდევ სხვა რამე გლახას როგორც ჩვენგან ჩვენ ქართველებს მაგისი მაჟიჟოლებს მაგასაც რო ვამბობ და ჩვენ შემოგელოთ ჩემი თავი. 21 საუკუნეა დღეს ლაპარაკი იმაზე ის კი ის არა არში რა თქმა უნდა ვიტყვი. პირადად ჩემთვის გენდერული თანასწორობა გულისხმობს მამაკაცის და ქალის თანასწორობას ზოგადად, ანუ კონსტიტუციის მხრივაც და ისეთ ცხოვრებაში. სამწუხაროდ დღესდღეობით ხო კონსტიტუციურად ეს უფლებები დაცულია, მაგრამ ხალხი ამას არ ითვალისწინებს. ჩემი აზრით არსებობს სფეროები, სადაც უნდა იყოს ქალი და მამაკაცი თანასწორი, მაგრამ არსებობს სფეროები, სადაც მათი თანხმობა ასეთ შეერთებაში არ ამგონია იყოს მართებული. მაგალითად, პოლიტიკური საქმიანობა რა თქმა უნდა თანასწორი იყოს, მაგრამ არსებობს ისეთი საქმიანობა, სადაც ქალი მამაკაცის საქმეს ნამდვილად ვერ გააკეთებს და ამ შემთხვევაში ვერც მამაკაცი ვერ გააკეთებს ქალის საქმეს, ხო? ახლა დიდი ფილოსოფია რა ვიცი რა თქმა თანასწორობა უნდა იყოს თანასწორობა და როგორ ფუნქციების გადანაწილება მე თუ მკითხავთ, ქართველი ქალები ჩვენ ზედმეტად ვიტვირთავთ თორე. იგივე საკითხებში რა, ის მამაკაცები განა უარს იძახიან, ან იტყვიან. მაგრამ გააჩნია იცით რა არის, როდესაც მამაკაცი მეტად დაკავებულია, მაშინ ამ ფუნქციას იღებს ქალი, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ კაცმა უყუროთ, შენ ეს უნდა გააკეთო, არა, ეს არა.